საჭმის გამოძახივა და შენ რო ხედავს და სად არის მოპედი ტუალეტში შეგიძლია კოლისია მაგაში ტიპს სადაც ჩაყენებული აი ქონდათ კონდეს ძირითადად ინსპირით მუშაობს ჩვენ არ ვაკლებთ მუშაობას როგორ ზახე გაუმარჯოს მაყურებელს დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი რომელსაც საოცრებების კეთება შეუძლია პირით გუგა ჩხონია პირდაპირ მაგასაც იტყვი შეში აპარი ახალ ბიტბოქსი ვიგულისხმე ეხა რა გქოს ხო იცი შენზე თქვა მე რა ვაკეთებ არა მარტო ბიტბოქსი გუგა მადლობა რომ მოხვედით ზმაო გაგიმარჯოს გაიხარე დიდი მადლობა რომ გვესტუმრე ცოტა სადაც ვნახულობ უეჭველი ვსვამთ აი ან ნახე შეიძლება შემხვდეს და მან არ დავლიო ნახევარსაათზე მეტი თუ ერთად ვარ ვიცებს ერთად ყოფილი ვსვამთ ბაზარი არა ისეთ ეჭი რაც მახსენდება ძირითადად ეგა მე ბოლოს ერთად რო გნახე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყავით ორივე აუ ხო ბიჭო რო გადარჩით ისე შენ კითხე მეორე დღეს და ბახმელი არ მაქვს და რა ვიცი ბიჭო ბახმელი არ მაქვს მაგრამ გადარჩენა მტრალი იყო ფლატბოლობდეც ვერ გადავრჩით რა ჯერ მტრალი იყავი ალბათ ხო დილით კითხე აუ არა ძალიან ბევრი და რამდენი აი უაზროდ ბევრი დავლიეთ მაგ დღეში და ბოლოს რო კიდე 10 ამოვიდა და აღარ შემეძლო შემივიდა ცუდად ვიყო არ გაგინახავთ არჩევებში არა არა ძალიან აზია ა მაგრამ რამდენი 40 ლარი ხო წავიღეთ აი მეთქი 40 ლარი ნაბეღლავი დავლიე ნაბეღლავი 40 ლარი სალფეტკი ვიყიდე გზაში შევტებოდა ხო ეს ხო რასა შენც აბა აღარ იქნებოდი ბახმელი ჩამოწევა ამორეცხები გაიკეთებია მე შუში ჩამოწევა მოასწარი მოდი ვაღიაროთ ბაგრაში დაჟე ბიჭო არა ხო იცი აი რო შეგაწუხებს რაოდენობა და კაი ხო რა არის ის ხო რა ზოლაპარაკი როგორ არის ეს ახლა დარწმუნებული ვარ თქვენი ეგ ვიდეო ნანახი აქვთ მე და კალავი ვიყავით სტუმრად ლინკი აღწერაში იქნება ვისაც არ გინდა აუ არა ეგ ვიდეოში უფრო კაი საყურებელია ძალიან სახალისო იყო მე ძალიან ვიხალისე თავარი იგი ის ნაგავი რაც იყო თავიდან მოძებნავს კლაუდით ბიჭო აი ცუდი საყურებელი იყო ძალიან სწრაფად დავლიეთ იგი იყო ჩვენი თავარი შეცდომა რა ანუ კაი აი ხო ხვდები რამდენად თვალები იყავით რომ ეგ რო სწრაფად გონიათ მან კიდე კაი ბიჭო ეგ თავიდან სწრაფად იყო ყოველ შემთხვევაში რაც მე მახსოვს ხო და მან კიდე კაი შუალედში იყო პაუზა ქონდა რომ პიცა მოიტანეს რომ უჭამეთ ცოტა თორე ალბათ მართლა დავიხოცებოდით ყველანი ო კაი პიცა იყო გონდიშა ჭამა პიცა გონდიშას ბონუსი იყო ეგ კარგად გამოყევი ეს საჭირო გამოყოლა გაქედან თან წასვლა იცოდნენ რესტვისაც მოდიოდნენ თავი ქონდათ გადადებული უკვე და კი ბატონო აქვე მინდა გითხრათ რომ მეორე ჰანგრიმენის წარმომადგენელია გუგო ვინც სტუმრად ყავს ვასო ყავდა უკვე კიდე კაი ვინც სტუმრად ყავს მოაყოლეთ თორე ცოტა მე არა და ამ ეტაპზე მეტი ვეღარ გვეყოლება ხო ამონაცემებით შეიძლება დაისვა სამწუხაროდ სულ ეგ არის ჰანგრიმენი ამოვსული და მესამე ნიჭიერის მონაწილე სტუმარი ყავს ნიჭიერში იყავი და არა მესამე ნიჭიერში მონაწილე სტუმარი ყავს დიახ აბა შევადარებ ჩვენი სპონსორისას და გეტყვით აი შეგერაცვალ მოდი კარგია ზოგადად რა ძალიან აკვე მოდი არ შევადარებ აკვე რადგან ახსენე ჩვენი წარმდგენი არის ლუდისა პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ნატურალური ქართული ჩიფსი ყველაფერი აურია მაგრამ დირექტორი არაა და ფეხებზე კიდე როგორც ვიდა ისე ვიტყვი ძირითადად გვესწრება ხოლმე კი იქეთ ზის ხოლმე და მიკონტროლებს როგორ ვახსენებ ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და რა თქმა უნდა ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით და ვიმშვენებს გვერდს მადლობა მათ და მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის და ხო საინტერესო ფაქტებს ვაგზავნე. მესამე ნიჭიერის მონაწილე არის და მესამეზე არა პირველისა. არა. თქვენი მესამე ვარ ნამდვილად. სტუმარი. მესამე ნიჭიერის მონაწილე სტუმარია. მე რამდენი ნიჭიერში იყო? მესამე. არა, მე ChatGPT არა, ჩვენ ხელოვნური ინტელექტი ყავს ლალი. რომელიც გვეხმარება ყველაფრის დაწერას. შესაძლოა ლალი. ლალი და ლალის ლიმი არის იქ გვერდზე კიდე
რომელიც ძირითადად უსაქმურობს სანამ ტოპ-10 ან რაბე თამაში არ მოდის. კაი, всё, აღარ მინდა იმ საინტერესო ფაქტი. კაი ხუმრობა მქონდა გამიფუჭდა დამანებეთ თავი მომეჭალა. ინტერესო ფაქტები არის რაღაც აბა კიდე. პირველი ორი ვინი იყო მაშინ ეს მითხარი. ლაშა გელაშვილი და ზურიუსი. და მეორე ადამიანია ნიჭიერის მონაწილეებიდან, რომელიც პირით საოცრებებს აკეთებს, ხუმრობა მინდა და მეთქვა. და მე რამდენი ფინალისტია ნიჭიერის? ფინალისტების სამივე. ამივე რო? კი, ზურიუსი ფინალში ხო იყო ზურიუსი. ლაშა გამარჯვებულია. ზურიუსიც ხო პირით, ზურიუსიც პირით აკეთებდა რაღაცებს. მაგას ვამბობ, ბიჭო. ჩვენ ძირითადად პირით მუშაობს. ერთად არ ვაკლებთ მუშაობას როგორც ახე. აი, გადავიდეთ საქმეზე და პირველ რიგში მინდოდა ერთ-ერთი ბოლო თქვენი ვიდეოზე საუბარი, 8 მარტის ვიდეო რო იყო. რომელიც აგვისტოში რო დადეთ. რომელიც 10 დაიდეთ. ორი ვარიანტი გვაქვს რა. ანუ 8 მარტს უნდა დაიდოს და მოვიტყუო რომ 8 მარტის გადავიღეთ. ანუ 8 მარტს გადავიღოთ და როცა მოუწევს მაშინ დაიდოს. ცოტა ცხელზე ჯო მარტში მაინც მოგვესწრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ანუ მაგ ვიდეოს გადავიღოთ. მარტი აგვისტო ერთი დაიგიდე. მე ჩემთვის არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ხო და რა მოხდა რის გამო დაიგვიანა მასე? იმიტომ რომ ძალიან post-production-ი. თან თქვენ მაგრა იმაშვებით. გრაფიკები და ისინი იმენა ძალიან იმაშვებით ხოლმე. გრაფიკებზე კაბულა იყო მაგ პერიოდში და ძირითადად კაბულა. მე სტორიზე მე მთლიანად სამწუხაროდ. მაგიტო ეხლა მე full time მე მონტაჟერი ვყოფილიყავი, უფრო მალე დავდებდით, მაგრამ ლოგიკურია. მე ბათუმში წავედით, იცით ას ტურნირების სერია იყო, მანდ ვიყავით შუაში და მოკლედ რა გადაგვეწია რა. არა ხო, არა, კაი ვიდეო გამოვიდა. იმაზე არ გიფიქრე, იქით არ ვამარს დაგედოთ? აუ, იქით არ ვამარს არა, მაგრამ სხვათა შორის გიორგობას გადავიღეთ 100 გიორგი ეხლა რა. მაგას ვფიქრობ ნოემბერში ვერ გავკავშ. იმიტომ ჯერ არ დაგვიწყდა მონტაჟი. თან ხარ რაღაც ტურნირები ემთხება? მარტივად გამოგდის უბრალოდ. ვამარტი ერთია და გიორგობა რამდენი წელი? აკვე ექსიტო. ცოტნეობა არის 12 აგვისტოს. 100 ცოტნეს თუ იპოვით. ვიღადავით იდეაში თავიდან რომ გიორგო 100 გიორგი ხო რა თან თვითონ სათაურიც ისეთია უკვე რა. 100 გიორგი. ძალიან კაია რა მოგეწონა ხუმრობაშიც და მე გიორგობა მოდიოდა მართლა და გავაკეთეთ 100 გიორგი ძალიან მაგარი გამოვიდა. მე მგონია რომ დაჟე უკეთესი. ხო, ანუ უფრო მაგარი ექშენი იქნება. ნაისო და აი ესე სკანდალის გარეშე არ ჩაულია არც ამას, ხო? არა, ხო, აქ უფრო ის იყო რა ქვია, ინტრიგა კი არა და რაღაც ეგეთი სიტყვა. ღალატი. არა, ნუ ეგ შენ და არ ქვია ცინა, მაგრამ ისეთი იყო რა ფინალი რა, მოკლედ ძალიან დაძაბული დრამატული ხო, დრამატული. მანდ იყო 42 ნომერი გოგო, რომელმაც ძალიან ისე ითამაშაო. ხალხის გულები მოიგო და რაღაცა. და მეორე წააგო, ხო, ესე წერდნენ. ხო, და მეორეს ეჭხუნენ არა და რომ პატიოსნად წესების დაცვით ყველაფერი ჩაატარა ადამიანმა. მეც მაინც უფრო იმისკენ ვარ, რომ აქ მორალის ამოსაკითხი ვიდეო არ არის რა. თამაშია მაინც, გასართობის შოუა და თამაშია რა. ხო, ხო. ანუ იგებ ხო რა. საქციელებზე მაინც ანუ გასაგებია რომ რაღაცა შეიძლება ანუ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ესეთი ფორმით მაინც ესეთი ძალიან დიდი ზეწოლა მოდიოდა რა, ანუ ძალიან დაბულინგდა ეს ადამიანი და ეს ჩვენ ჩანაფიქშიც არ იყო პირიქით მაქსიმალურად ისე ნეიტრალურად გეგონათ რომ ხო უარესი იყო, ხო როგორც ვიცი და საშინ ანუ ისე და ჩვენი პოზიცია არ გამოგვიხატავს და როგორც შოუს წამყვანები ესეთი როლი გვეჭირა და ძალიან დიდი აგრესია არ უნდა მოყოლილიყო ერთი ეგ მაგას ვიცი. ხო, არ არის ხოლმე საჭირო. მაინც თამაშია რა და ესე უნდა შევხედოთ და არა რაღაც ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმა. ლოაძეც იყო კრიტიკაო ეგეთი რაღაცა მომწერა ლალიკომ ამ წამს. ესკალატორის ვიდეოზე ხო მან ძალიან ბუქი ვარიანტი იყო ამის არაფერი რა. მე მართლა არ ვიცი ეგ ფაქტი და რა მოხდა ბარემ რომ ჩავშალოთ. წერდნენ რომ ორნი დარჩნენ ფინალში რა და ითქოს ხალხ ზოგმა ესე დაინახა რომ ის ეჩარიჩებოდა გაყოფაზე, ანუ ისე რომ ვითომ მეუყოფო რა, ანუ არა და თვითონ უკვე ვეღარ გაჩავდაო. ანუ მე ისედაც ვიგებ. ამ შინაარსის ამბავი. მე ისედაც ვიგებო ვითომ და მე ხო და არა და თვითონ უჭირდაო ირიქითო და დაეჩალიჩა გაყოფაზე. ხო, ეხ კომენტარები ხშირი არის ხოლმე. ეს იყო თემა. ამდენად ეგ იყო.
მაგრამ აი ამიტომ რაც გამოგდით კარგად ის 500k სპეციალი რა აკეთეთ რა ყველა ბედნიერია მთელი საქართველო მაგით ანუ აღარ გადავიღოთ ესენი მართლა არის ლოგიკა ეგ არ მიგულისხმია ხო იცი შენ საქმეზე გადაყავს 500k სპეციალი ალბათ ისტორიაში შევა YouTube-ის ჩვეულებრივად რა რამდენი ხალხი ჩვენც არ ველოდით რა ანუ ხელა იმას გამოხმაურებას და ანუ გამოხმაურებას ველოდით მაგრამ ესეთი სიტყვებით გამოხმაურებას ყველაზე ცუდი სანახავი და ძალიან თბილი სიტყვებით და ხალხი ყველა რო ტიროდა ესე მართლა არ ველოდი რამდენი ადამიანის დაღლილობა იგზავნით მაგ ვიდეოში ანუ ისე ძალიან რთული იყო რა ხო ანუ უფრო ღამეები ხო იყო და დილით იყო ძირითადად გათვალისწინებული რა ქალაქიდან ქალაქში მოძრაობდი ხა ძალიან დიდი ხარჯი იყო რა ანუ ლოგიკურია გადაადგილდები და სასტუმროები ისე რაღაცები ბარტერებიც იყო ხა სასტუმროებში პრინციპში მაგრამ ნუ მაინც ძალიან ხარჯიანი მოგზაურობა იყო და 9 დღეში გადავიღეთ რა 7 ქალაქი 10 დღეში 7 ქალაქი და ნუ 7 ქალაქი დაახლოებით 7 ქალაქი 10 ქალაქი ხო 10 ქალაქი რაც ამათ ზოგი 2 დღეში რაღაც დღეები პაუზაც ქონდა და ზოგჯერ 2 ქალაქს 1 დღეში ვიღებდი აჰა ხო რა ახლოს რაც იყო ფინანსებში რამდენი დაждდა გაფიცებ ანუ ეს მიახლოებით ნუ წარმომიდგენია ეხლა რამდენი დაждდებოდა სპონსორებსაც თვლი თუ იმენა ჯიბიდან მაყუთი რომელი გაგვიდა შენ პირადად არა ხო მანქანებს თუ ჩაგვიდა მანქანები რა გირდა მაგებს ხო მაგას მანქანათი თუ ერთი $5,000 ჯდება არა მაგარი 5 მანქანა სკუტერი ღირდა სკუტერი ასაც $4,500 ნუ კაროჩი სერიოზული კუჩი დაждდა რა ერთი ხო რა $5,000 სადაც დაარტყა ბენზინმა დაარტყა ის იყო ძალიან ის რა ჯერ ვიღაცა ტიპს რო შესთავაზა ვასამ 5 და რო არ იყიდა და მე იქვე რო იდგა მანქანის გადაცემის დროს აი მაგას აი რაღაც ვერ უყურე მე თუ შენიყავი აუ ეგ მაქსიმალურად აშ უკრავდა კაცი არა ძალიან ჯიგარი იყო თვითონ თავის პონჩი იმიტომ რომ მართლა მაინც აშკარად გაუსწორდა და გაუხარდა რა ფაქტია მაგრამ იმის ადგილას რო აი რაღაც სული ის არის ალბათ ხო მაგრამ ნუ რავი თავის გადაწყვეტილება იყო ეხლა რა ოკეი უნდა კაც 5 იყიდე რა თვალე რა ფურცლები ედოთ ან რაღაც ანუ რაღაც პრინტ კარტრიჯებით რაღაცები ედო რა ბიჭო მაგის მე რთული არ გახდა თქვენთვის ის რაღაცა ხალხთან ურთიერთობა საჭმის გამოძახება და შენ რო ხედავს და ყველაზე რთული არის სად არის მოპედი კურიერი მოდის ანუ ეს ზოგმა თვითონ თქვა მე არ გადაობით რომ მე არ მადლობ არ ვჩუქნა მეც თან პასუხი არ მაქვს მაგრამ არა პასუხი და ცოტა ამჯერად აი სამსახარს ეხლა არ გამოდის უცოტა როგორც ახალი პარტია როგორც შემო გამითვალისწინე და ვირეკე და რავი ამ ხალხისგან არ ვიცი ძალიან დიდი ჩვენ ვტიროდით კომენტარების კითხვისთვის არა ძალიან მაგარი გამოხმაურება ქონდა საქმეში ძალიან დიდი მატება ქონდა ანუ ისეთმა ხალხმა ნახა Facebook-ზე ვინც თქვა YouTube-ზე არ არის ანუ Facebook-ზე მოგვიმა და 150,000 გამომწერი ბიჭო აბა რა იქნება 3 დღეში რაღაც ისე გადაზიარდა ეს ვიდეოები რა იმაზე TikTok-ზე 100,000 Instagram-ზე ნუ YouTube-ზეც ერთი 80,000 მოგვიმატა არა ღირდა ხო ღირდა რაც გააკეთეს მარტო ემოციებად რა ემოციას ღირდა მაგრამ ესე თუ ღირდა არ ვიცოდი ძალიან ასწორებს ყველაზე კაი რაც არის ეგ არის ემოციას რო იღებ მე თან ისო მივიღეთ რაც გვინდოდა რა ბიჭო ზოგადად მასშტაბური ვიდეოები და ხალხთან ურთიერთობის კუთხით ალბათ ყველაზე მეტად თქვენ აკეთებთ და თან ამ ხელა მასშტაბის ვიდეო რაც იყო ეგ 500k სპეციალი რა ვიცი წარმომიდგენია ჯერ ორგანიზება წარმომიდგენია რამდენად რთული იქნებოდა მაგ ყველაფრის მოფიქრება დალაგება და ნუ მერე პროცესი გადაღების ამხელა შრომა რაღაცა ხა ხაიები ხო იქნებოდა პროცესში ავტომატურად ის ვაფშე არ გქონდა გეგმაში რა ყუთის გაცვლა და ადგილზე მოიგო დაგვიღამდა რა და რა ხდება ავქნათ ვაფშე სხვა რაღაცა იყო ანუ რაღაცები ჩაგვეშალა რა ავტობუსის გაჩერებაზე რო იჯდა ეგ ჩავსვით რა რაღაც მომენტში ჩვენი გამომწერი რაღაცა ამბავი მასას უნდა შეხვედროდა რა ესე იჯდა ავტობუსის გაჩერებაზე რა და მარტო ბავშვი -18-ები მიესალმნენ და რაღაცა არ გამოვიდა იქ კალონკაზეც ვერ გვიცნეს და რაღაცები არ გამოვიდა და ნუ ეგ ხო მაგაზე რთულია ეგ ჩემპები რო ჩდებოდა აი ეს რა ვქნათ რა არის ღია რაღაცა მოლი
მოთარა შეიძლება და რაღაცა აი მაქედან მივედით რომ ყუთის გაცვლაზე და მე ისე მოგვეწონა რომ მეორეჯერ გავაკეთეთ იმაზე ზუგდიდში მაგრამ ის ვასაზე მე ის ხალხი ყოველთვის არის ხო კომენტარებში რაც არ უნდა ქნა გაიდო დადგმულია ეგ და რაღაცა ამაზე სხვა შორის აი არ ყოფილა ეგეთები ვერ ვიპოვე შეიძლება ჩაიმალა იმდენი გადაფარა კარგმა რომ არა პროსტა არსებობს ეგეთი მე დავწერე რაღაცა არა მოაკდო ეთყობა ჩაიმალა ვა ხარ ძალიან მაგარია და ეგ ვიდეო იყო შედევრი და გვალის უწერია რომ ველოსიპედების უნდა დაგვედოს სამწუხაროდ სხვა ახალ წელს უნდა დაგედოთ ნუ დავდე იყო ეგ რამდენი 20-ისკენ 20 სადღაც ეგრე ახალ წელს გვინდა რომ დაგვედო ცოტა დააგვიანეთ არა უშო ჩვენი აი ჩვენ არ უნდა გქონდეს მაგაზე საუბრო წელიწად ნახევრის მერე დავდეთ 100 სპეციალში დიდი ოქტომბერს გულისხმობ სადა ჩვენი მონტაჟიდან მალევე დავდეთ და ას ჩვენ 100 სპეციალზე არავისთვის არ დაგვირიგებთ სხვა პრობლემაა ჩვენ სხვა რაღაცა ქონდა პრობლემა თორე ხო და აქ ვალის უწერია რომ ველოსიპედების გათამაშება არ გექნება თუ ეგეთი კითხვა არსებობს საინტერესო ისე არ ვიცი თავიდან ვერ მივხვდი რატო არის ეს კითხვა მაგრამ აღმოჩნდა რომ იაპონელი ტურისტი რომელმაც შემოიარაო 45 ქვეყანა თავის ველოსიპედითო ქობულეთში მოპარეს ველოსიპედიო და იქნება დაეხმაროთ ბაკაც საინტერესო რატო შეტენე აგრიმენტს გამოვშ ჩამიგდე ნომერი არა ველოსიპედი ის არის ველოსიპედს რა უნდა მაგრამ კაც მანქანა ხო არ ჭირდება არა ველოსიპედის მუღამი ქონდა 45 ქვეყანა მანქანით უნდა უნდა შეყვივლით ვინ არის იაპონელი ჩულაკია ვიღაც იაპონელი ქართველი ხო არა ქართველი არ არის და ანუ წარმოგიდგენ ეგრევე მოივა იაპონიიდან არა ჯერ მაინტერესებს იაპონიიდან ველოსიპედი როგორ წამოვიდა მოიც ველოსიპედი მოპარეს წყლის ველოსიპედი ხო არისო მოპარეს თან ველოსიპედი ქობულეთში რო გაიჩიტა აქ არ ყოფილა პირველი შემთხვევა იგი არა კაი ველოსიპედები ძვირი ღირს ეხ ფიქრობდი მეთქი სკუტერის ფასი უჭელი ექნება ძვირებიც არის უფრო მე სკუტერებიცაა ძვირები შევედი მაღაზიაში ველოსიპედების და ერთ-ერთი ველოსიპედი გაიჩიტა 14000 ლარად კი გაცოში და 14000 ლარი რო დავინახე ველოსიპედზე მეთქი ნოლი ეს წაშალეთ 14000 1400 უნდა იყოს ჯიგა 14000-იანი ამორტიზატორი მაქვს ნანახი იმის შემო ველოსიპედის არა ეგ რაღაცა ის რაკა ტურ დე ფრანსის რაღაც ველოსიპედი შეიძლება მაგრამ ჩემ მეზობლად დასახდნენ რამოდენიმე დღით წყვილი ცოლ-ქმარი მოგზაურობდა ეგრე რა მაშინ ის აი ველოსიპედზე ქონდათ ყველაფერი რაც კი შეიძლება რომ მიხო აი იშლებოდა დააყენებდი ველოსიპედს რომ ფეთქდება და იშლება რაღაც ეგეთი ველოსიპედები და ჩემი ეზოდან მოპარეს ხო და ძალიან გამიტყდა რაღაც დამნაშავეთ ვიგძენი თავი მე რატო არ ვიცი მაგრამ რადგან ჩემი ეზოდან ველოსიპედი ხო არა ორი წელი მოპარეს ორივე ველოსიპედი მოპარეს თავის ჩანთებიანად просто მიყენებული ქონდათ რა ველოსიპედი ის დატოვე რა ან ჩანთამაიც დატოვე რა ხო მიყენებული ყავდათ просто ველოსიპედები მე ერთმა მეზობელმა თქვა მე უთხარიო რომ მიაბითო აი ეგრე კარგადაც არ არის კრიმინალის ამბავი საქართველოშიო ხო სახში რომ ანუ ღობე არ ქონდა ხო ალბათ იტალიური ეზოდან ჩემი ძმა გაწერილებდა მოტოციკლეტისთვის ჯაჭვს რა რომ მიება ხოლმე რა მოტოციკლეტების კურდობაც ხო სანამ ეხა ბოლოს რაღაცები შეცვალის კანონები ხო იყო ძალიან და წავიდა ელიავაზე რა შეცვალეს ბიჭო ეს მოპედებსაც უკვე რა ნომრები რაღაცა იმის გარეშე მოპარო აკრძალეს მაგრამ გამიკვირდა მეთქი რა შეცვალეს ეხლა მივხვდი ნომერი ძალიან ის ინტენსიური არის გაკეთებული ხო და ის მოპარო აკა კიდო არა დაშლილები არ არის ხო და ელიავაზე მივიდა ეს და ჯაჭვს არჩევდა რა რომ აი ხო გაუძლებსო ხო შანსერერისო რაღაცა არა ჯიგარო ამასო შანსერერ ვერა აი მიაბიო რაღაცა კაიო წავიღებო რამდენი მოგიჭრაო უმარტივესი ის მოძრაობი ესე მოჭრა განიცე ის როგორ გამიცეს არა ხო და ჩამოუსხეს ახალი მაშინ ხო სადღაც გაჭრა უწევს ძალიან მარტივად გაჭრა რაღაც გამიკრატა მაგარი სანდო გამყიდველი არც დაიწვა ეხლა დავფიქრე არა მე უნდა დაეწყო იმას რომ არა ესეთი კუსაჭკები არ აქვს არა აქვს ასა ტიტანის და რაღაცეები მარტო თვითონ შეუულია იმ ტიპს რომ მოყვაროს რას დაფიქრდი როგორ უნდა მოვყიდოს ხანერად ჯაჭვები რაღაც უნდა გადაგიჭრას ხო არა უკვე გადაჭრილები უნდა იყიდებოდეს მაშინ სტანდარტული ზომებია თქო რა და ესე ისხმება თქო მთლიანად ეს სტანდარტი არ არსებობს ჯაჭვის ზომის ხო რა ისი სტანდარტი არის ჯაჭვის 3 მეტრი რას ემსახურება არა ნახე არა მეტრობაში არ უნდა იყოს ამირანობაში უნდა იყოს
ეს იჭერს ამდენ 100 ცხენებში უნდა ორი ამირანი. ამდენ ცხენს აუ, კიდე ამატებს, არ მოეშვა, შეხო. ბოლომდე შეჭრა. ორი ამირანი. თქვენ რასობა გაინტერესებს. ამდენ ვარ წხდე. ორი ამირანი და ორი ამირანის დასაწყისი. ზუმა არა მაგის. დრეკადობა რამდენზე გაწყდეს. დრეკადობა პრომეთეში უნდა ამდენ იბრძოლოს. უძლებს. სამ პრომეთეს. ურადე პილიყურება. თავს რა არანები მე მაგაზე. არა, ბოლომდე უნდა შევიდე. შანსი არა. კიდე ვიხსენებ რა იყო. შემიტრია თან არსებები დამული. გამსვარა. ჯაჭვით დამული არსებებს ვიხსენებ. მეც გამოსვარა. ცერბერი, კაი ხო. კაი ხო დავი. ჭიდამული არსებები. ვა, მან ხომ. აი, ვიდეოებზე ვილაპარაკე და თავარი რაც მაინტერესებდა, რომელი არის შენი გამორჩეულად საყვარელი ვიდეო არხზე რა. ჩვენ არ. ანგრიმენებს. ჩვენ არის. ვასასტუმრო. ვასა რა ყავდათ უბრალოდ საუკეთესო. ჩვენს არხზე მე მიყვარს მახსენდება ისა. გამასინჯე შენი. ყველა რო ვიყავ. იგივე უნდა. გამასინჯე შენი. გამაშინჯე. შენი. აუ, რომელია? რაღაცა მომასტერ შოფო პაროდია რო. კულინარიულ შოუს რაღაცა მასტერ შეფის პაროდირებული თევზის ექსპერტი როა თორნი. ეგეთი ჩვენ არის ხო. თქვენგან კიდე ერთი მოვიპარეთ ჩვენ. კაცინებაზე რო შოუს კაცი მოპარ მე მიხარია რომ რაღაც კაი გამიკეთებია თქო ვიტყვის. ის ნუ ფორმატი დაახლოებით, მაგრამ კაი ფორმატი. ის რო ქონდათ რა ქვია. ჰამაკი ყავდათ მაშინ. ერთმანეთს რო აცინებდით. ხო. აღადაობა ვიდეო. მაგაზე. აი ესე ლაივში რო ხო, აი ამით აგიხსნი. მიხვდები აი ამ. ჩაიკეცა ასა. ვინც გუგას დაურეკეთ თუ ვასას მაშინ. მე მგონი ვასას დაურეკეთ. ან გუგას არ მახსოვს. მე რო დამერეკეთ აგერ მოვედი წვა. ხო, არა, მოსვლაზე არა. მაგას ვაპირებთ და რაღაცა და არა, მოსვლაზეც გითხარით მომენტ, მაგრამ ანუ ეგრე გითხარით, მაგალ ეგ გვინდა და რავი, თუ არ გინდა და თუ კიდე სურვილი გექნება, იქნება თუ გინდა მოდით კიდევ. ბარე მე ერთად გავუკეთოთ, ხო? მიბაძეთ აგერ ამ ადამიანს. ხო, ჩვენ არა, ჩვენ თუ პარავთ მეუბნებით პაზროს. მოპარეთ. ველოსიპედებს როგორ მოვიპარავდით ჩვენიც? წერილს დაუტოვებდით და ჩვენ წავიღებთ თუ გინდათ რომ გაკატაოთ, რაღაც პერიოდი მასაც ვაკეთებდით, კაცო, პარავთ იუთუბერებს კონტენტს. მაფია ვითამაშეთ, იქ რაღაცები მქონდა ეგეთი ის. შენ უყურებ რომელიმე ქართულ იუთუბერს აი ესე. ოღონდ სისტემატიზების სახე რა როგორ. იმენა ერთი ვიჯდეს. ხო. არ მახსენდება არც შემთავს მათ შორის. იმიტომ რომ ზადა გვაქვს მაგის დრო ხა. გამარჯობა შენ ეგეც. ჩაუჯდეთ. YouTube-ზე სკროლა ძალიან დიდი ფუფუნება გახდა და არა, აი მაგალითად რა, ანუ ხო. მაინც ეს უფრო აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაში სამწუხარო. TikTok-ი ნებისმიერი rilс-ის ხო რა, ნუ უცებრო გადახედო. შეიძლება YouTube შორტსიც. ანუ იმიტომ რომ არ გაქვს თქვა 2 საათი და გაქვს 10 წუთი, ან არ გაქვს და ტუალეტში ზიხარ. არის ის ტუალეტში ვეღარ შედიხარ ამის გარეშე. ხო. ადამიანი არ მეგულება რომ ტუალეტში შევიდეს და სხვა შენ იმ დღეს ვიყავდი და ძალიან მე მოსაწყო. დეპრესია, აი ეგ უნდა მეთქვა. არა, გავგიჟდებ, გამოვანგრევ. დეპრესია დამეწყო. არც გამოვანგრევ უჩვენ. ყველას ცუდი ძალიან ცუდი შეიძლება. რომ მიხდირო ტელეფონი. ტუალეტში რომ მიდიხარ ტელეფონს რომ მიხდარ რომ ჯდება. აუ აბაბი. ნუ ის თუ შესაძლებელი თუ არ გაქვს იქვე, სადმე ახლოს ისე რომ გაქვს. დამტენი არ მოხს. მაგრამ ყველა დამტეს ხوار დააყენე. არა, ტელეფონი ძალიან ისეთი გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ესე ნაწილი. ვერუზი ვარ რა. ველოდებოდე იშვიათად მახსენდება რა. მე ხდარწმუნებული ვარ, სადმე მოყოლილი გექნება ეგ ისტორია, მაგრამ Hungry Man-ის სახელის იდეა საიდან არის წამოსული. Hungry Man-ი დაერქვა მესამე ვიდეოდან. პირველი ორი ვიდეო ვერქვა რეცეპტორი. მე მივხვდით რომ რაღაცას ქვია კიდე რეცეპტორი Facebook ჯგუფს. მაშინ აქტუალურს ის სატვილების ჩევები და ამბები რო იყო და რაღაც შეხვედრაზე რაღაცა ეგ ვეგონეთ და რაღაც მომენტში მივხვდით რომ ჩვენც გვაქვს ხოლმე ეგ პრობლემა. თქვენთან აბონემენტი რა ღირს და რაღაცა. როგორი ხშირი მოწერა? როგორ ხშირი მოწერა, იცი? აი ეს მსუქანი მწვრთნელი მინდა მოწერილი. ნუ დასეცილი მოგწერა ეგრე. ხო და მე ისეც კიდე კაი ეგ მოხდა. ხო. როგორც ბრენდი, ანუ გაცილებით უფრო. კი, მაშინ კი კვების მიმართულებით ვიყავით უფრო.
მაგრამ ისეთ სახელზე ვფიქრობდით, რომ რო რამე და შეიცვალოს ფორმატი, როგორც ეხლა ვართ ფორმატი, ეს რატო ფორმატი, который ანუ შოუ გადავშოუდით, ასე ვთქვათ, რაღაცა ბევრინაირ რაღაცას ვაკეთებთ, ჭამაც არის. რაღაც ბრენდის სახელადაც კარგია, ანუ ბევრინაირი მშიეკაცი არსებობს. არა, გეთახმები, ხო, 1000%. მე ის საჭმელები ქონდა ლოგოზე და მე ბაფთიანი ჰანგრიმენი გახდა რა, ანუ რებრენდინგი გავაკეთეთ. რაღაც მომენტში ცოტა სოლიდური არა, ყველასთვის ცნობილი და თან ჟღერადი და ისეთი სახელია, რომ ხო. ეგ მეოსება და ოქტოპუსი თუ გეგია, აი ეგ ორი სახელია. სამარილე? შენ უნდა გეთქვა სამარილე, აი დებილი რა, გავზარდე. როსანი, ფუ. დიდი ხანია ამისთვის არ მიგინებია, ხო? არ მიგინებია, ძალიან დიდი ხანია გასული. პერიოდი გავიდა ახლა Hungry Man-ის გახსენებაზე, აქ გვაქვს ჩვენ ტოპ-10 თამაში. შევთანხმდით, რომ ალკოსფეროს ტეკილას დავლებთ ყველანი რომელიც და უკვე დაასხი. რომელიც უკვე დავასხი, რა თქმა უნდა, ეს ტეკილა ცოტა ხანი აქ ხანა იდოს, კაი, ანა ხანა იდოს. ბავარია უნდა დაფარო. ხო. აი, ნეიტრალურ ზონაში. მე უნდა გამოიცნოთ ტოპ 10 საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ესა კერძები რა. კი ბატონო. ალბათ ის. თითო გამოვაზაზე სვავთ ერთ შოტს. ტრადიციულად. კი ბატონო. სტომარი დაიწყეს. უცხოელებმა რაც იციან. ბოლომდე ჩავეკითხოთ. ხინკალის რაღაც ტოპ 5-ში მაინც უნდა იყოს. კაი, სტომარი იწყებს. ხინკალი? რა თქმა უნდა პირველზე იქნება. ხინკალი პირველ ადგილზე. ლოგიკურია. მე არ შემიძლია რომ არ ვახსენო ხაჭაპური. და მაგალითად რატო სიიდან რატო კითხო? არა, ეს. რომელი? 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 იმიტომ ორია სიაში რა გჭირს? იმერული. იმერული ხაჭაპური არ არის. რა არ არის? აჭარულია ბევრად. იმიტომ რომ ტურისტებზეც გათვლილია გეუნები. არ არის, ხო? ჩიზბურგერი. ვა, როგორ უნდა დალებუნიშეს. ქართულიო? მარა ახლოს ხარ ის. მაშინ მე ვიტყვი ლობიანი. ლობიანი არ არის. ტოპ-10-ში არ არის? არ არის. მაშინ ეგ არის სრული სისულე. ეგ არის სრული სისულე. არა, მარაზმია. მარაზმი ჩვეულებრივი. იმერული ხაჭაპური არა, ლობიანი არა. რა სჭამთ ხალხო? წვადს სჭამთ? წვადი. წვადი არის მეოთხეზე. გუნდიში. ეკალა. შეჩემა დალევაგი თუ გინდა თქვი დავლივოთ პროსტა. არ არის? არ არის ეკალა. ქაბაბი. ქაბაბიც არ არის. რა? მართლა? რაღაცა სხვა სიას. ანუ უსყოური კერძები არის მაქსიაში? არა ქართული კერძები. მაშინ ბურგერი. ბურგერი არის მე-6-ზე. და ეგ ამას ეს უნდა დავლიო კიდე? მე-6-ზეა ბურგერი. არა, ეგ დახრა. გამომიცნე ფაქტობრივად. აბა გაგვიმარჯოს მაშინ. გუნდიში. ამის არის აჭარული ხაჭაპური თქვი ეს? აჭარული ხაჭაპური არ ვთქვა. რა აჭარულს ვიტყვი მე? მეორე ადგილზე. სადაც აი ბურგერი იყო? სუში იყოს. არა, სუში. მართლა შეგეძლო გილოცავ. ჭურსხელა. აჰა, ამას მივამთავრებ. კერძიო შეჩები. რაგირა ეს კაცი როგორც კერძი რა. ჭურსხელა კერძია. ვა, ბანანი არის? აი, ბანანი და ჭურსხელა. ბიჭის ხილი. შე ხეზე გონი რომ ბიჭის ხილი ისება. წიწილა, წიწილი. ყემლი. ციცილა არა ის. ვა. ბუკვერი. გუგაში. კვერი. კენჯერია. გამიმაზა ხო? გაიმაზა. აუ ბიჭო, შია შეჩემა რა არის? შემწორი კარტოფილი. ლალი მითხრა რომ ეს ვარიანტი უნდა ჩავთვალო შემწორი კარტოფილში. ოჯახური არის მე რეალიზ. შემწორი კარტოფილი. ხო არის მაგრამ ეხლა შემწორი ოჯახური კარტოფილი, ხო ასე თვითონ ცალკე კერძად არის. ეგ არის შემწორი კარტოფილი. ხორცი ამოაცალე, კაი. ნაღდეგი არ ვარ არსად. ღომი. ღომი, მარტო ღომი? ყველი არ ჩაუწვა. ხარჩოსა, ოჯახური თუ ითვლება, შემწვარი კარტოფილის. არა. ყველი ჩაუწვა. ღომს ასე მარტო ცალკე არ ჭამენ ღომს, ხვდები? ვინ არ ჭამს ცალკე ღომს? ელარჯი რო გეთქვა კიდე გასაგებია, მაგრამ ღომს ელარჯი? ცალკე ღომს არ ჭამენ არა. საიდან მოიტანა? რა საერთოდ მარტო ღომს ვინ შენ ჭამს? ძალიან დიდ ოჯახში ცხოვრობ, შეჩემა. ჩვენ მარტო ღომი ქონდა ხოლმე. ყველი მაინც ჩაუწვა. გუნდიში. ბიჭო, ოჯახური წეგრე ხორციანი კერძია. ბიჭო, შენ ხوار გაგიჟებულ ხარ შენ. ის შეჩემა. შაურმა. შაურმა არის მესამეზე. ჩემი კარგი. ბურგერი რასთან ერთად მოდის ხოლმე ის? ფრი. კარტოფილი. ფრი არის მე-10 ადგილი. ერთი სამი. შემწვარ კარტოფილში ჩაუთვალე ოჯახური. მაგას ვეუბნებოდი შეჩემა, მე-10 უფრო უნდა ჩათვლილი იყო მეთქი მაგრამ. განაირად შეჩემა. მე მექსიკურში რატო არ ჩამითვალე? ოჯახური არის ესე ხორცი. უნდა მეთქვა. და მე დავამთავრებ. ქათამი. ხო, უკვე დედალი. არა, წიწილი. ზეთში მოხარშული ქათამი. წიწილი თქვა. ბიჭო, წიწილა თქვა. ზეთში მოხარშული ქათამი. არა. მიპოვე მანდ ანალოგია რა. კათამი არ ვარ.
მე ვიტყვით სეზარს. სეზარი არის მე-7 ადგილზე. ახშები რა. სეზარი მართლა არის, მაგზე იმერული ხაჭაპური არის და მე-7 სეზარი არის. ჩე, ვაიმე. მე რამდენი დაგვრჩა? ინგრევა ქვეყანა. ბორში. ნახე კარგად. კარგად ნახე. ბორში. არა, მე მგონია რომ დღევანდელ რეალობას თუ დავაკვირდებით, ბორში უნდა იყოს ერთ-ერთი მოცემული. ცოტნე. შენ თვალი გადამე არ ჩამითვალე, ხა? მაინც აწვე, ვაიმე. აი ბანდი კარ უნდა რო იყოს. მე მინდა რომ ქათმიანი კერძი. ვარია უნდა გეთქვა შუაში. ვარია, ბიჭო. მეცხრეზე გითვლი, კაი. მეცხრეზე რა არის? ჩქმერული. შკმერულში არ ჩამითვალე შემწვარი ქათამი, ბიჭო? და ეხა მითვლი? გამოგაიგე. ანუ ოჯახური შემწვარი კარტოფილი ოჯახური არის? შკმერული უფრო არ ჩაიქვა. ქათამი შკმერული არ არის? მეცხრე იყო შკმერული? პიცა რა იყო? მაშინ შკმერული არ პიცა ჩაიქვა. არ გითხრია? ქათამი არ ტყევა უთქვა, მაყურისტროში პიცა. ჩაყუმალავე. პიცა არის მე-5 ადგილას. ჩე. სწორია თქო, ეგრევე შკმერულია. მაგრამ ბორში ამჯობინე ხო? მაინც ბორში. გაიმარჯვა გუნდიშამ. ცომი. ვარა, ცომი რომ ეთქვა რაებში ამითვლი. დამოწავი. გამოსხარი ცომი რაებში ამითვლი. მიქნევ მოგმარილს. დალია და მიეყოლე. კოკაინო. ნამდვილ ტეკილას. და ლეჟერ და თუ დაადე რა ამას. მარილი. თელ გადაცემას. სან-ხოსე, კი ბატონო. რა მე დავარო. ჩვენ არა, კაი იყო. ჩვენ აღარ გვაქვს დავლიეცო, თორე გაჩუქებდით. მართლა? აღარ დავხვდა. ყველანაირი ლევი. რასაც არ ვსვათ, ეგენი არა, მაგას არ ვსვათ. ეს ძალიან კაია. ეგ დალეული მაგ. ბიჭო, ეს ვისკი არის. და ძალიან დამევასა რაღაც და ის რა ქვია, ტეკილას უბერო ხოლმე სულ. ეს არ გამისინჯავს გულს ყველათ რო გითხრა, რომია. კამასუტრა. გავსენჯული მაქვს? ანგუსტრა. კამასუტრა არის ხო ეს? მე-5 პოზა. კამასუტრა. მე-5 სერია. მე-5 სერია. ეს ძველი გამოშვებაა, 824 საათი. და ეს ყველაფერი მოგვაწოდა ჩვენმა სპონსორმა ალკოსფერომ, რა თქმა უნდა, ბავარია, ჩვენი მეგობარი ლუდი, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება ჩვენს გვერდით არის და ასევე ჩვენი წამგენი ლუდისა მუდამ ჩვენს გვერდით და გვეხმარება ამ ყველაფრის კეთებაში. დიდი მადლობა მათ. და დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო, რომ ჩვენს გვერდით ხართ, გვერდში კომენტარებს გვიწერთ, ლაიქებს გვიწერთ. არა. მადლობა ხომ უნდა გადაუხადო ხალხს. ჩვენ კი არ გენატრებათ. კი, როგორ არ ვენატრებ. ანუ როგორც ანგრიმენტი. არა, ხო, ნუ ხტები რომ ნახულობ, მაგრამ ხო, როგორც იუსტიციაში ისევ ძმები ვარ თან. წევრი იმის. ჯერჯერობით არაფერი შეცვლა. ხელი არა. როგორც არ გაგვიწერე. გაიგზენით ისო. წავედიო რო გითხრა. თორნი. მე ძალიან ისე და მე ძალიან დრამატულად გამოვყავ შენ ფიქრებში, რომ აი დაგიბარათ თქმა უნდა ის არის რა ქვია. ბასთან ღამე. მაგრამ ნუ მაინც რაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას უდგება ეგეთი მომენტი რა. უდგება მომენტი. აი სერიოზულად მინდოდა, მაგრამ არ მომეწეს. და ის არის რა, ცხოვრება გრძელდება ჩემო ცოტნე და შეგინაც ის არის რა. მომენტი არ გაუმაზია არც ერთი დღეს. სადმე ბილწის თუ იყო ყველაფერზე გაამახვილა ყურადღება. იმიტომ პირველი მიმახვილდება ხეთებს. აი მიმახვილდება მე. ამაზეც გამიმახვილდა. ვა ისე არ და როგორი სენსიტიურ საკითხებს საუბრობდით და მოკლედ შევეგუეთ, კარგად ჩამოვარდით. კარგად იხავით თქო და ჩამოვარდით კარგად. გაუშვი. ნორმალურად ჩაი არა ყველაფერმა. ძალიან კაი. ჩვენ ძალიან ეს კი ახდებ თქვენ ისე ხო? ჩვენ არც მატება, არც კლება. არა, მე ვიზდები თუ პირიქით. ხალხის რაოდენობა ჩვენ თუ მოვიმატებთ ხო თორე ზონაშიც და ფიზიკურადაც. არა, რატო ეხა შენც კალამ დაიკლო. შენც ცოტა დაგდებული. რამდენი კილო ხარ ოქტომბერში? ჯამში? ტრისას. ჯამში? არა, ვიღაცები ძალიან გვიგდებენ ბიჭო ქვევით. ერთი ორი გამხდარი შემორეული ყავს. არა, ჭამა შენ ხო შეგიძლია კარგად. იცოცხლე. თუ მოვინდომებ შემიძლია. არ ვინდომებ. არა, ჩვენთან არ არის ეგეთი ხალხი. არა, ჭამ ისედაც რასაც ჭამ კარგად მივით. კიდე რასაც ჭამ კარგად. ეხა ამაზე დაადე. თავიდან ცოტა მე როგორც გამოაცხადა და რასაც ჭამ კარგად ჭამი. ანგრიმენი ქვია ეხა ლოგიკურია არა. შე გადავირქმევდი. არა, მე თქვენი ვიდეო მახსოვს იმის რა ქვია. ქინკლის.
აა შოკი რაზეც მქონდა, ჭამაზე არ იყო, შოკი რაზეც მქონდა, იაგერს როს ხომდით ვიდეოში. მე მგონი ნათქვამი მაქვს კიდევ აი მე და მემართა ძალიან ხო, მაგდენი იაგერი. ძალიან სწრაფად. მან მართლა უეჭველი ძალიან სწრაფად. თან დიდი რაოდენობით წვამდი, ჩიქები წვამდი რაღაცებს. ვისკის ჩიქაში ეს. ვიცი, მითხრას ვიჭები. ტიტული დარბოდა და კიო დავამერე ქუჩაში და რაღაცები. ეგ კაკო იყო. კაკო და ველოსიპედით ტუალეტში შევიდა და ველოსიპედით ტუალეტში შევიდა. კორპუსის მე ხუთე სართულის ტუალეტში. რა გადასხვით რა. აუ არა მან შოქში მან მე ამომდიოდა ესენი ხო პატარები ეს დიდებია მაგ შემთხვევაში. აი იაგერი არის ერთადერთი სასმელი რომელსაც ვერს მაშინ ვიყო რაღაცა კლუბში ხარ რაღაცა მიაშველებ ცეკვაზე ხო ცეკვის ხოდი სასმელთან ხო კარგია რა ანუ არ გინდა რომ რაღაც მძიმე დარიოდა მაგის მე შემზიზღდა ჩემთვის ყველაზე მძიმე იაგერი არ არის მძიმე ანუ ჩემთვის არა მოლიქიო რომ რაღაც იაგერი არის 25%. ყველაზე მაგრამ ეკიდება ვაფშე იაგერი მეკიდება ეგრე არაფერი არ მეკიდება მე ეხლა მე გემო აღარ მომწონს მე არასდროს არ მომწონდა აღარ მომწონს ბავშვობაში იაგერით კოქტეილი რა ანუ ისე დასალება ნაკლება და ანუ იაგერ რა იაგერ ალუბლის წვერი ბროწეულის წვერი თუნდაც ვისკი მირჩენია წყნარად ვისკი დაასკდალი ვისკი საურ ვისკი საურ შენ პროსტა საწრობად ვისკი არა თუ გააზავებ ისე ვისკი საწრობად გევასება ანუ მე დამოამე ეგემო მე ვისკი ძალიან მიყვარს ხო თუ მიყოლება ერთადერთი ბორჯომს შემდეგი მოსვლაზე თუ მიყოლება ბორჯომს ვაყოლებ რა ვისკს აჰა შენ ეს წაიღე შენ და აი მე უღრმეს დათვერი ეს გუნდიშა არის ეს ამ ვის ცეხზე პასუხი მე უწევ კი ძალიან რა თქმა უნდა განსაკუთრებით თავის ფასის სეგმენტში იდეალურია ჩემი აზრით ძალიან მაგარი საჩუქარი გადმოგცა მაგრამ მეც არ დავტოვებ საჩუქრის გარეშე უდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები რა თქმა უნდა აკეთე ჩემი რადგან ბავარიაში დარაწყია არ ვიცი ლალიკოს ვკითხავ მე და ჩააწყობ მაგრამ არ დავილო გაგატა ვა აი ეს მაიკა გუგა შევეჯულოს და რა თქმა უნდა და მეგობრებო აქვე გვაქვს გათამაშება ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარების ავტორებზე ვათამაშებთ ხოლმე ეგეთ ლუდისას და ბავარიის კომბინირებულ ნაკრებებს ხოლმე წინა ვიდეოს ქვეშ ქონდა გათამაშება ესეთი რომ უნდა დაეწერათ ვიდეოს ქვეშ ხო ვიდეოს ქვეშ იმიტომ რომ YouTube-ზე ხო ეგრე არის კომენტარები ვიდეოს ქვეშ არის ხო ну ანუ არა ხო ანუ გაგავარიცა ხო ქონდა ესეთი გათამაშება რომ უნდა დაეწერათ მოგონილი კანონი რომელიც იქნებოდა სახალისო მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი როგორც მივხვდი არასდროს გაიგეს პრინციპი გათამაშების და დაწერეს არა დაწერეს რეალური კანონების სახალისოები უბრალოდ მაგითო არაფერი არ გავათამაშეთ მაგრამ ბიჭო აქ არ მოგივა არ ვერაფერს ვერ მოიგონებ შეშენ ყველაფერი გვაქვს იმენა მართლა ეგრეა ხო ეგეთი კომენტარებიც იყო როგორც ვიცი და მაგრამ ამ ვიდეოს ქვეშ იქნება ესეთი გათამაშება დაგვიწერეთ რომელი იუთუბერი ან YouTube არხი რომელ კერძს გავს და რატო ყველა სახალისო და პირადი ნომერი სამი პირადი ნომერი და თქვენი სახელმწიფო ბარათის უკან 3 ციფრი არის და ეგეც რო მოგძაროთ თუ შეიძლება სურათები ჩააგდეთ ხო დაგვიწერეთ ესეთი კომენტარები და სამ გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და აქვე გეტყვით რომ ალკოსფეროსთან ერთად ვაპირებთ რაღაცა საინტერესო გათამაშების ჩატარებას და იაქტიურეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი, იყავით ჩვენთან ერთად და საინტერესო რა, გასაგებია რა პრიზებიც იქნება, გემრიელი პრიზები იქნება ალკოსფეროსგანაც უახლოეს მომავალში. და ნახე რა მაგარი გადაცემაა, კიდე იქ ვიღაცები მოდიან ხოლმე ესე. ვა. ამჯერად ბარტონო ლეო. ხო ერთად ესე რომლის ყველა განაცემის ბოლოს მოდის გვაწიებს მაგადაცემა იწყება აქ ცოტა ხანში გადაეწყოს თემა ყვარა უნდა შემოვიდეს ხოლმე რაღაც ჩვენ დავამთავრეთ მიდი ახლა შენ და მოვჩი მოწველი ვარ რა ვა ხლი ხოლმე მოწევაზე შეგენაცვალე მოგზანდებით ხო ეს გუნდიშას ყავს დაბარებული და მოწევა რომ მოდება ხოლმე ხო მე ვარ დაბარებული მე მე რატო არ მპატიჟებ შენ იცი შენ შენ შენს მობას ვარ ერთი 10 ჯერ მკითხა და ყველა ჩემი უბიცის მაკაცი დაპატიჟა ჩემს გარდა
შენ და კნოს გულისხმობ. ამაზე კარგად ვიცი. ცოტა რამდენი გამოვწერეთ? პირველივე აქ მესამე სეზონის პირველივე მაგიდაზე შენ მოდიხარ. გენაც. არც მეკითხა. ამ სეზონში ეგრევე მოვიდა. არა, მოვჩი. ხო. 20? 36,000 რაღაც, ხო? 40-დან იწყება უკაც. 40. 40-დან ზევით იწყება. არა, ყველა ყავს. დამწყებებიც. შენ ხო დამწყები ხარ. დამწყე მე ეხლა ხო, დავიწყე. მე მინდა რომ ყველა ცოტა ყავს. ხაშვები როგორ არის. ეს ელუდი რა არის. დალია მე გუნდის შესაძლებელი. აჰა, კაი, ხო, გუნდის შესაძლებელი არ გესიამოვნება შენ. ტიპს სადაკ ჩაყენებული. აი ქონა კონდეს. რამე რო იყოს და ჩარტე გამხსნელი. ხედავ როგორ დღეში ხო არ და ისე დღეში ლუდი რო გახსნას. ლუდ გავხსნელი რო არ დარჩეს შემთხვევით. არ უწევს გადაადგილება. ნებისმიერ წერტილში. ამ ვიდეოზე არის შენ იცი ეს? ძალიან კაი ფოტოა სხვათა შორის. Cyber Truck-ის ტირამისუა, ეგეთი ვიდეოა. ეს ბიჭი ვიცი. ვინ ხო და რა ხდება ამ ვიდეოში? ვინმე ეს არის ძალიან ყველაფერი ჩანს რაც ხდება. MasterChef-შიც იყო. ხო. ტირამისუს ვიღებს. ვიცნობ. ეს რუსთავიორის ის არის? ესეც ვიცნობ. გუნდიშაც იყო. აშკარად ხო იქ ზემოთ მეც რა მოხდა? ანუ გამოვაცხო, კი ბატონო. ტირამისუ. Cyber Truck-ში ტრაქ ტრაკით მოიტანა ტირამისუ და ხალხს აჭამა მეტი რაღაცა უხდარი ხო ვაჰ ცოტაშორის ეგრეთ წოდებულ ტაჩკაზეც კეთდება ხო იცი დაბადების კი ნანახი ის ის დაბადების შალიკას დაბადების დღეზე ჰალკმა მიუტანა ესეთი დიდი ტორტი კეთდება რა თუ დაჭდეს მანქანის კუზაოში გამოცხობა პიკაპში შეიძლება რაღაცა შეიძლება რა ეგეთში არა შენს მოხვედი ეხლა და მე ის მაგნა ნახე მეც რა გაკეთე ეს აი მე შევიდე წვნიანი თუ რაღაცა იყო აჭარული დიდი აჭარული იყო მანქანაში ელარჯი ხო არა წვნიანი მახსოვს წვნიანი მოხარშული კარტოფილი ზეჩი იმაში უკან რა ზეჩი მოხარშული კარტოფილი რა free ბარემ ყარა შენს აქ ხარ YouTube-ის რომელი პერიოდი გენატრება თუ ეგეთი კითხვა არის აი ეს არ გეკითხათ ხო ეს უნდა გაკეთო ეს არ გეკითხათ ყარა შეგედაში რო შემოიპარება ჩემი აზრით YouTube-ს არა აქ ხარ მიხელა ქართულ YouTube-ს მიხელა ის აი მაინტერესებს range diametri წლებს შორის ინტერესული შეგვიძლია ვთქვა ბიჭო რამდენი წელია თქვენ რაც აკეთებთ უკვე Hungry-Mess ხო იმენა Hungry-Ben Hungry-Mess მე 7 წელი 7 წელი ნუ აუ ცოტა არ არის ახლა ცოტა არ არის ნამდვილად YouTube-ი შეიქმნა რამდენი წელია ჯამში გარდასახლები არ მოხდა ხო 15 YouTube-ის მე ჩვენ შემთხვევაში სტუდიით რო შემოვედით ასე ვთქვათ სამი თუ კაკო გავისტუდიეთ და სამი თუ ქონა პაუზა მაგის მერე რა და მან გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ახალი ანუ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ როგორც თანხობრივი სონები დიდი დადეთ ისე ფიზიკურიც და სამსახურებიდან წამოვედით და ასე შემდეგ ალბათ ეგ იყო ყველაზე დიდი გარდამტეხი მომენტი ჩვენს YouTube კარიერაში როცა უკვე თავარ მიზნად გახდა YouTube-ი ჩვენს ცხოვრებაში ხო მაგრამ რა მომენტზე მაქვს ის უფრო საუბარი ანუ ადრე YouTube-ი იყო საყურებლად უფრო სახალისო თითქოს და ეხა ძალიან ხო მე ვიცი რა კითხვასაც ანუ შენ თქვენზე კი ზოგადად საყურებლად ანუ ნახე მე რა მგონია იცი ადრე YouTube-ი იყო უფრო ის რომ სახალისო მე მულტიფუნქციური ვარ ხო და უფრო ხალისობდა ხალხი თითქოს უფრო მარტივი იყო YouTube-ის კეთება ეხლა კიდე ძალიან დიდი აქცენტი არის ხარისხზე და როგორ გადაღებაზე მონტაჟზე იგივე გრაფიკული კუთხეზე და ეგ ცუდი არ არის ცუდი არ არის შენ თუ გართულა ხო არა გაქვს მე გიპასუხებ ნახე მე რაღაცა ესე რაღაც YouTube-ის ძველ პერიოდს არ მივტირი გვიან დავიწყე YouTube-ი რა კი ბატონო 4-5 წელია და მაგიტოს არ მიტირი დღეს არის მე მგონი დღესაც კარგად არის რა YouTube-ი იმიტომ რომ მე ზოგადად წინა წლებში რო შევდიოდი YouTube-ზე რა მეწურებოდა რა სანახავი რაღაცები და ეხლა იმდენია აი YouTube-ზე რო შევალ
უკან აღარ გამოვდივარ რა. შემიძლია რომ ვიყო იქ და რაღაცა ვიცხოვრო. ჯერ მარტო პოდკასტებია იმდენი, რანაირიც გინდა, რა ხასიათის გინდა, ახლა ბოლოს გაიჩითა მოგზაურობებს ყვებიან თავისას ტიპები. ანუ ნებისმიერ რაღაცა არის რა. კი. ხვდები რა. ხო, შეიძლება. მოგზაური ცალკეა და ქვეყნებს განახებს, თუ ვერ განახებს გიყვება. რაღაცა ცოდნის გაღრმავება გინდა რაღაც საკითხში და არის რაღაცა პროფესიული ეგეთი პოდკასტები. ანუ ბევრი რამე გაიჩიტა რა. დალევა გინდა, აგერ არის, რაღაცა პროსტა დუნგალი გინდა. უბრალოდ მარტივი მოსასმენი გინდა, რაღაცა ძილის წინ ჩართო და მოусმინო, ეგეთიც არის. 12 ცოტა სასაცილო გინდა, ეგეთიც არის. ბევრი რამეა. ნუ მე ვისურვებდი რომ უფრო მეტი როგორ გითხრა რა, ყველა YouTube-ზე გაიჩიტოს რა. ეგ მოხდა რაღაც მომენტში და ეგ კაია, იმიტომ რომ ეს პლატფორმა გახდა, ასე თქვათ, რაღაც პერიოდში ძალიან პოპულარული და ამაში რავი იმ დროისთვის რამდენიმე YouTubers და არაერთს დიდი წვლილი აქვს, რომ ეს უბრალოდ ეხა სასურველი გახდა თან. იმას ვერ აჯობებ რა. სამწამიან სკროლვის ამბავს მაგას ვერაფრით ვერ ვერა ძვირფასი არის ის შენი ვიდეოს კი მაგრამ ვერ აჯობებ სტატისტიკა არა მაგუჩით ხო არ დიდი დამსახურება აი მე წობოდი მაგას რომ მეც ხო მაგრამ ადრე უბრალოდ მე კაჩება უფრო შორცები რა თითქოს უფრო მარტივი იყო ვერ ვკაჩა არ ვიცი ალბათ დროის გადააგდე ეკონომიას ვაკეთებ მე მონასტერში ვიყავი და YouTube-ზე გადააგდე? დღეს დაიწყოს სხვა გადაცემა, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენ გულისტკივილებს გადავაგდე. ჩვენ დამოკიდებულებებზე ვისაუბრეთ. გამარჯობა მე ცოტნე ვარ და მე ლოთი ვარ და გარდამილებია 20 წამია. დიახ გისმენთ. მე ალიჩი ვარ შევიდა. ამის გარეშე. გაჯეტის. ხო, აი ვერაფერს ახლა ვიბან ჯერ მე გადმომაქცე. ამას ვიმშრალებ. გამარჯობა. მადლობა რომ ესეც ძლიერი ხარ რო გვესაუბრეთ. დავადება. დამოკიდებულება არის. ანუ მე მაქვს ბოლო დროს დამჩემდა რომ ან რაღაცას უნდა უყურო, ან უსმინო. არა, ცუდად ვარ. სულ არის. მე ანუ ჩუმად ესე წყნარად ყოფნა არ შემიძლია. ან ვიღაცას ველაპარაკებოდე, რაღაცას უნდა ვაკეთებდე და თუ რაღაცას არ ვაკეთებ, დილიდან რაღაცა ჩართული, ღამე რო ვიზიებ ძილისწინს რაღაცა ჩართული. რაღაცას ხო, მაგრამ მეორეს მხრივ რავი მარაზმია ეხა დაждდე და ცარი ოთახში გაჩიც. ზარკაი. ძალიან ბანალურია. მაგეთკენ მივყავს საქმე რომ დაждდე და ცარი ოთახში რაღაცა მარტო იჯდე არაფრის გარეშე. მოიწყე ხო ეს. მე მგონია რომ უკვე ტუალეტშიც უნდა გამოვიდეს ტუალეტის ისინი რა ქვია რომელიც მორთქლგამძლე არის მონიტორები. ეგ სხვათვის პრობლემა მორთქლგამძლე მონიტორი დადგინდა. ტუალეტში რაღაცას უყურე. რასაკეთებ ეგეთ ტუალეტში რომ მორთქლგამძლე უნდა იყოს. არა იქ შეშე მორთქლში რა. ბიჭო აი ტელეფონი და ხელი რო არ დაკავებული აქ გაუშვი. რაღაცა სანამ საქმეს აკეთებ. ბანაობის დროს მინდა რომ სკროლო რა. ბანაობის დროს შეძებ როგორ. არა, ტელეფონები იყიდება წყალგამუტარი და ეგ არის. ესე გავახურე. ყურმილზე არამეზე უნდა დააყენო ეს. ყურმილზე რა ეს როლიკი არა. გარედან მოაწეპო შეიძლება ეს. უკრაინი გავაკეთოთ ეგეთი აბაზა. უკრაინა დაუყენო ის მისაკრავი და ეს კოპ თითის პატარა რეზუმიკები რო გააკეთო რომელიც ჩვენ ახლა გადავდ შევა მალე გაიჩითოს ეგეთი. გაიჩიტება უკვე გაჩიტულია. მე შევხვდა რაღაცა ვიდეოში შევხვდა. ეს კედელზე ეყრება, ესეთი ჩუაკია. სხვა რამეა ბიჭო. ტელეფონს დებ შიგნით და უკან უკრავ მე. ეხლა გუგასთან გვა კვიზი. დავაი. შეგიძლია ეს ვისაუბრე გუგასეული. როგორი ბავშვობა ქონდა გუგას? დავადგინოთ. ნუ თქვა პასუხი უკვე. არა, არა. სუდი. მორჩა გადაცემა დღეისაც სულ ეს იყო მეგო. მდიდარი ბავშვი იყავი თუ ღარიბი ბავშვი იყავი, უნდა დავდგინოთ 10 კითხვა არის სულ და ანუ რომელიც გადაწონის, იმის მიხედვით გადავწყვეტ. დიდი გიყით რა რიწვალო. აი, მაგათ დეტალები არის რომელიც არა, შეიძლება ისეთ კითხვა და შენც არ იცოდი, მაგრამ მდიდარი ბავშვობა. სახლში ორი საპირფარეშო თუ გქონდა. არა.
ოჯახში ერთზე მეტი მანქანა თუ ყავდათ რომელ პერიოდამდე მაშინ? ბავშვობაში? უხეშად მოდი ვთქვათ 15 წელი. 15 არ წლამდე. თქვენ ბევრია. 15 წლამდე ერთი ყავდა, ამიტომ. ანუ მაინც არ მაგრამ არის. მაინც ჩემი 12-მდე ვთქვათ. 12-13 მე უფრო მგონია ბავშვობა. ეს შემდეგი კითხვა, 13 წლამდე თუ გქონია მობილური ტელეფონი. აჰა, 13 წლამდე ვთქვათ ბავშვობა და ეგრე. სადღაც პირველ ტელეფონი მიპოვე სხვათა შორის. მეძები მე პატრონი არ გამოჩნდა დავიდოვე შევაგდეს იმი და დავეუფლე პირველ ტელეფონს. აჰა. ანუ არა, ოღონდ მართლა რამდენი ის ხარ რატო რომ ჩემ კორპუსთან იყო, აი მართლა მოუძები მაშინ არ იყო ხა ეს. ვერ დებდი პოსტს მაგრამ. შევიტყვი ეგრე გამომივიდა რა ვქნა. ბიჭო, რამდენი ის ხარ? 32. ტოლები ვართ ხო? რატომ მახსოვდა რომ უფრო არებს ვერ ხედავ. შენ არ გაქვს ჭაღარი. ჭაღარი გიათ ფარ ბავშვი. სადაც ჭაღარები უნდა გქონდეს, ეგ არ გაქვს. მაგადგილებში მაკლიათ მა. ხო არა, რატომაც მახსოვდა რომ თითქოს უფროსი იყავი ჩემზე 1-2 წელი. მაგრამ აშკარად შეიძლება მაგიტო ამერი. ხო, ნუ მოკლედ. სკოლაში 2 ლარზე მეც თუ გადამდრენ. შეიძლება კი. ნუ თავიდან ალბათ არა, მაგრამ მე კი. აი, რო გაძვირდა ცხოვრება. კი, ჩაუთვალოთ, კაი. კერძო სკოლაში დადით თუ საჯაროში? თავიდან საჯაროში, მე-5 კლასიდან კერძოში. მე-5 კლასიდან კერძოში? ეს გამიგდეს ორი მანქანა და უტუალედობა? ერთი მანქანა და კერძო სკოლა, მამამ ჩემმა დათმო მეორე მანქანა და კერძო სკოლაში წახა. სხვათა შორის მანდ იყო ვარიანტი, ხო, ეგ თქვით, ხო, მე. კაი. 16 წლამდე დასასვენებლად თუ იყავი საზღვარგარეთ ნაყოფი. საზღვარგარეთ კი ცეკვას დავდივდი. დასასვენებლად. ხო, მაგრამ ნუ ეს გასტროლები ხო უფრო. ესე რომელ ასაკში? დაბადების დღეზე 1000-ზე მეტ ბავშვს ეპატიჟებოდი ხოლმე? 10-ზე მეტი ბავშვი არ მგონია მხოლოდ არ მგონია. სიმდიდრე სიღარიბეზე ეს თელი კლასი მოდით ჯიგრებო არ მახსოვს მაგრამ. შენ მოდით ეგრე. არ ჩევდი ხო ძირითადად ეს სანთლით. ხო, მაგრამ 10 ბავშვი არ იყო რთული ასეთ არის მომენტ არა დაბადების ხო, დღეზე. თლაც სიმდიდრე სიღარიბეზე არ მიიღო. ადრე უფრო პატიჟებდი ვიდრე ახლა. მეცმაკის სახში გეზარება მე ჯუბია წახვიდი სადაც. აგარაკი თუ გქონდა ან მეორე სახლი? აგარაკი არ მქონდა სხვათა შორის. მეორე სახლი? მეორე მე მესამე. სახლი კი. ანუ როგორც ვიღაც შევსებული იყო ის სახლი. ყოველ ზაფხულს დადიოდი ხოლმე ოჯახთან ერთად დასასვენებლად. კი, ალბათ. ერთი თვით და ორი თვით. სიონში მივიდი. შენი თვით რამდენია პლუსი რამდენია? სიონი იყო ძალიან კარგი, თუ გახსოვთ, თუ ხართ ნაყოფი. სიონის თვალსაჩინო თიანეთის. კი. ეხლა კარგი. როგორც ჩვენ დავდივით ადრე. ან ძალიან ბევრი. ეხლა ძალიან პოპულარულია სიონი. მე ანუ აი მე რაღაც პაუზა იყო და მე უკვე მორჩენილი რო ვიყავი, მე გაიტრენდა. ხო, რაღაცა ძალიან კაი ისინი მოიხოთ, რაღაცები კეთდება და მე ძირძველი სიონელი, სიონ დამშვენებელი ვარ სიონელი და სიონელი დამშვენებელი. ერთი ყოველ წელს, ერთი 7 წელი, ერთი თვით, ორი თვით მივდიოდი ხოლმე. ყოველ წელს ახალი ჩანთა თუ გქონდა ხოლმე სკოლაში? არ მგონია. არა, მე ბოლო 4 წელი ერთხელ ყიდულობდი, კაი ჩანთას ყიდულობდი. აი, გუგა არის საშუალო. 4 არა 3 ვარ. საშუალო, ან ჩვეულებრივი ბავშვი. შაშუალო. როგორც და ესე გადავწყვიტოთ. არც მე უნდა მეთქვა თავიდან პასუხი რატო იწვალე. მე საშუალო ბავშვი ვარ. ამოვჭრეთ ამ ყველაფერს მარტო იმ შენ პასუხს დავდებს და აი, რა გადაახვიო. ნუ მოგრეთ. გავიდეთ ახლა ბოლოში და სანამ დავამთავრებთ ერთი რა თხოვნა გვაქვს გუგასთან რომ მოდი სადღეგრძელო გითხარი და მაგით დავამთავროთ. კი ბატონო. დავისხო მაშინ. თქვენ გაგიმარჯვეთ. გერაც მოკლედ თელ კოლექტივს. მადლობა. თქვენს აუდიტორიას მათ შორის ვისაც თქვენ უყარხართ უბრალოდ და ვინც არის წერს ახს მათ შორის იმათაც გამომარჯვეთ. იმათთვისაც გამიმარჯვებინოს. მოკლედ კარგია თქვენთან და მერეც თუ გადავინაცვლებთ ხოლმე კამერებს მიღმაც ხშირად გამიხარდება. დიდი სიამოვნებით. დალევა დავგეგმეთ და ეგეც აგვესრულებინოს და ვისაც თქვენ უყარხართ და ვისაც წარმატებები თქვენს ამ ბევრი გამომწერები. გაიხარე უღრმესი მადლობა. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი დღეს. მადლობა რომ ესეთი სახალი ცოტა კარგი გადაცემა გამოგვივიდა. მართლა შენი დამსახურებაა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. მადლობა ჩვენს
მაყურებელს, ჩვენს წარმდგენს ლუდისას, ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას, ჩვენს სპონსორს ალკოსფეროს და აქვე მადლობა, რა თქმა უნდა, კვარას მადლობა, რომ სპეციალური სტუმარი იყო დღეს ჩვენი. მეგობრებო, დროებით ნახვამდის იაქტიურეთ კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. მიყვარხართ, კოცნით გეხვევით. აბაჰე.